საღამო მშვიდობის მეგობრებო. აბა როგორ ხართ? მოვედი ჩემო ძვირფასებო. თქვენთან მოვედი. სალამი, როგორ ხართ? აი ჩვენი ორი დასტა გუშინდელი, რომელზეც უნდა გავაკეთოთ დღეს გაგრძელება. დღეს გვექნება გუშინდელი ლაივის გაგრძელება. მკითხაობასთან დაკავშირებით მეგობრებო. ჩვენი დღევანდელი თემა იქნება ესეთი. რა ინფორმაცია მიიღო მკითხავთან თქვენმა პარტნიორმა? რატომ წავიდა მკითხავთან და რა ინფორმაცია მიიღო ჩვენმა პარტნიორმა? აი ეს იქნება ჩვენი დღევანდელი თემა. ხო. კი ბატონო. ეს იქნება ჩვენი დღევანდელი თემა. ხო. და ბოლოს გვექნება კიდევ ვოსკი. ნახოთ რას გვაჩვენებს ვოსკიც. მოვამზადებ სანთელს მეგობრებო. დავდებ აქ ეხლა მსვლელობის დროს. გაიღოს ჩვენი ენერგიები. ეს არის ჩვენი დღევანდელი ვოსკის სანთელი, რომელიც გვექნება ლაივის ბოლოს. ხო? ასე რომ დავდებ აქ რომ ენერგია აიღოს ჩვენი. კი. ჩვენი შემოდგომის დასტა. ჩვენი შემოდგომის დასტა და ჩვენი წარო. ნახოთ. აბა როგორ ხართ მეგობრებო, დღემ როგორ ჩაიარა? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. მე ხა მინდა წავიკითხოთ თქვენი ენერგიები. თქვენი და თქვენი პარტნიორისაც, ორივეს ენერგიებს წავიკითხავთ, თქვენსაც და იმისაც. ძალიან მაინტერესებს რა ხდება. დავიწყებ თქვენი ენერგიებით, ჩემო ძვირფასებო, არაფერზე არ ინერვიულოთ, დაასყედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ. ვინც ვართ, იმითი დავიწყებ, ვინც არა და შემოგვიერთდება და მივიღებთ. ასე რომ დავიწყოთ ეხლა თქვენი ენერგიებით. ვინ ხართ თქვენ და რა ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ? ერთი წუთით მეგობრებო მოვალახავი. მოვედი მეგობრებო. მოვედი თქვენთან. მოკლედ. დავიწყებ თქვენი და თქვენი პარტნიორის. ვაიმე კარტები გადამიცვინდა მეგობრებო. მაგარ დღეში ხართ ორივე. ორივე მაგარ დღეში ხართ. ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი, მაგრამ კი, ვის საით გარბი ხართ და გამორბი ხართ, ალბათ ამ სიტუაციაში ხართ ორივე, კი ბატონო.
ძალიან დაბნეულები ხართ, როგორც ჩანს, თქვენებურად ის მისებურად. დავიწყებ თქვენი ენერგიებით. როგორია თქვენი ენერგიები? მოგონებებში ხართ. განიცდით წარსულს. წარსულზე ფიქრობთ, რაც გაყენებთ ძალიან დიდ ტკივილს. კია, კარტიც ადასტურებს, რომ წარსული გაყენებთ ძალიან დიდ ტკივილს. კიდევ თქვენი ენერგიები. მოკლედ, ძალიან ბევრი რესურსების მატარებელი ადამიანები ხართ, მეგობრებო. მაინც გაქვთ ეს საარსებო წყარო, ძალა, ენერგია, შესაძლებლობები ეს გაქვთ, მაგრამ რატომღაც ვერ იყენებთ. ხო, აი ვერ იყენებთ, ძალიან დაიღალეთ. დაღლილები ხართ. ფანტაზიები, ილუზიები, თითქოს რაღაცას გინდათ მიაღწიოთ, მაგრამ ძალიან დაიღალეთ. კიდევ თქვენი ენერგიები, კი, შავი ხვრელიაო ამბობთ. ვერ გამოხვედით, მოკლედ ამ რაღაც შავი ხვრელიდან, გაუგებრობიდან. ვერ გამოხვედით და ვერ გადაერთეთ რაღაც თქვენს სერიოზულობისკენ. ვერ გადაერთეთ, მეგობრებო. ძალიან დიდი ხანია აქვე ხართ ჩარჩენილები რაღაც ამ სიტუაციაში. კი. ახლა მაინტერესებს თქვენი პარტნიორი. თქვენი პარტნიორი რა ხდება? თქვენ პარტნიორთან რა ხდება ამ დროს? თქვენი პარტნიორის ენერგიები. ხო, თქვენ პარტნიორთან მეგობრებო ძალიან ბევრი გაუგებრობა, ენის მიტან მოტანებია, ნიღბიანი ადამიანებია კიდევ. ბრძოლა აქვს, ტრანსფორმაცია აქვს თქვენ პარტნიორს. თქვენი პარტნიორი იმყოფება ტრანსფორმაციაში. სამყარომ გადაიყვანა ტრანსფორმაციაში თქვენი პარტნიორი, მეგობრებო, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო. ხო, რატომ? იმიტომ რომ თავიდან დაიბადოს, იმიტომ რომ ცხოვრება გამოასწოროს, იმიტომ რომ ესეთი ლაღი გახდეს, როგორიც იყო ადრე, რომ თავისი ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ. აი ამიტომ იმყოფება ტრანსფორმაციაში, რომ გახდეს ქვასავით ძლიერი, რომ ამ ადამიანს პერსპექტივაში ძალიან ბევრი რაღაცის ჩადენა შეუძლია, სასიკეთოდ. ხო. ამიტომ არის ტრანსფორმაციაში, ძალიანაც კარგი. თქვენი საერთო აზრი მაინტერესებს, კარგით, გავიგეთ რომ ტრანსფორმაციაშია. თქვენი საერთო ინტერესები მაინტერესებს ახლა სამყაროდან. სამყაროდან თქვენი საერთო ინტერესები მაინტერესებს, მეგობრებო. აი ეს თქვენი და ეს თქვენი პარტნიორის, ხო? ეს თქვენი პარტნიორის. თქვენი საერთო ინტერესები. ხო, მეგობრებო. თემოდან რო იცოდეთ რა კარტია. თქვენი საერთო ინტერესები არის დაიფიცოთ, რომ მიტყვით სიმართლეს და არაფერ სიმართლის გარდა, რომ იქნებით ერთგულები და ამის გარდა არაფერი, მაგრამ შეხედეთ ქვემოდან თქვენ პარტნიორს. ეს ადამიანი ეტყობა სიტყვას მაინც ვერ ასრულებს. მეგობრებო, თავის დანაპირებს მაინც ვერ ასრულებს, არც ფიცი შველის, არც მტკიცი შველის, არაფერი ამას არ შველის. მაიმუნივით ლამაზი პარტნიორი, როგორც მე ვიცი ხოლმე თქმა. ხო. აღარც სილამაზე აქვს და აღარც ადამიანობა აქვს. მაიმუნია. ხო, მეგობრებო. აი ესეთია თქვენი საერთო ინტერესები. ძალიან დაძაბული სიტუაცია გაქვთ. რთული სიტუაცია გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იფიცებთ, რომ ყველაფერს გააკეთებთ ამ ურთიერთობისთვის, თქვენი პარტნიორი მაინც მაიმუნივით იჯღანება, მეგობრებო. ტკივილი მისგან მოდის. მოთხოვნილება მისგან მოდის. დისკომფორტი და ბალანსის დარღვევა მისგან მოდის. რთული სიტუაციაც მისგან მოდის. ხო. თქვენ ადებთ ბიბლიას ხელს და თვითონ არა. თქვენ არც გჭირდებათ ეს. ეს თქვენ არ გჭირდებათ, თქვენ ამის გარეშეც აკეთებთ ამ ყველაფერს. თვითონ არდებს ამაზე ამ ყველაფერზე თავს. ესაა საქმე. თუ კი ემთხვევა თქვენს ენერგიებს, მეგობრებო, და თუ კი ნამდვილად ეს სიტუაცია თქვენამდე მოვიდა და შეგეხოთ, გავაგრძელოთ ყურება.
გუშინდელი იყო თუ გუშინწინდელი კომენტარები წავიკითხე, ჩემო ძვირფასებო. ცოლი მოიყვანა და როგორაა ჩემი. ადამიანო, ცოლი თუ მოიყვანა, თუ დაქორწილდა, თუ გათხოვდა. მეგობრებო, ეხლა მე მგონი არ ვართ ის იმას აქში, რომ ვერ გავაანალიზოთ ეს ყველაფერი. ხო. თქვენი სიტუაცია აიღეთ, რაც არა და გაუშვით. ნუ ჩაეჭიდებით ამ ყველაფერს, ნუ გამოეკიდებით ჩემს ყველა სიტყვას. ესე იგი, თქვენთან რაც არ მოვიდა, არაა თქვენი. გაიგონებს ის, ვისიც არის. ხო. ესეა მოკლედ. ეხლა ჩემო ძვირფასებო. ჩვენი დღევანდელი საჯარო ლაივი. რომ წავიდა ჩვენი პარტნიორი მკითხავთან. აი, არაფერს არ გეუბნებათ რომ წავიდა. მეგობრებო. იმიტომ წავიდა რომ კოშკი აქვს. იმიტომ წავიდა რომ ბალანსში მოიყვანოს იქაური გაგებული. მეგობრებო. აი მეგობრებო. ბატონო წავიდა რომელი წავიდა? კი ბატონო წავიდა მეგობრებო. ეს წასვლისა. იმიტომ წავიდა რომ კოშკი აქვს. იმიტომ წავიდა რომ აფორიაქებულია და დაბალანსდეს უნდა იქ გაგებული ინფორმაციით. ეხლავე გავიგებთ ყველაფერს. ჩვენ რატომ წავიდა იქ? ძალიან ცუდათაა და იმიტომ წავიდა. მე ხალხს ასე გადმოვაბრუნებ რომ ბევრი ინფორმაციები ამოვიკითხოთ. ჩემო ძვირფასებო. ეხლა გავაძვრენ მეგობრებო იმ ვირის ხვრელში. რაშიც თქვენ გაგაძვრინათ ამ ადამიანმა. ეხლავე მეგობრებო. იქნებ იმ კუაზე დამაყენოს რომ იმ ხვრელშივე დავტოვოთ გაკვეხებული. ჩემო ძვირფასებო. აბარა, რა თქმა უნდა, ცოლი თუ მეიყვანა და შვილები თუ ყავს და სკამი აღარ აქვს და საჯდომი, აქ რაღა გინდა ადამიანო. Რაღაც დაძდებთ ასეთებს მეგობრებო. ასეთებზე არც უნდა მოусმინოთ. და აქ არც უნდა დატოვოთ კვალი შეტყობინების და კომენტარის სახით. ჩემო ძვირფასებო. იმიტომ რომ რასაც დატოვებთ, ზუსტად ისე ხდება. ერთი წუთით მოვალახლავე. მოვედი მეგობრებო. მაპატიეთ, მაგრამ ნუ რა ვქნა. მოვედი მეგობრებო, არცად არ წავსულარ. მიძახის და რო არ გავიდე, ლამის მომაკითხავს ოთახში. ჩემო ძვირფასებო, დავიწყოთ ეხლა. რატომ წავიდა თქვენი პარტნიორი მკითხავთან? რატომ წავიდა? რა ინფორმაციისთვის წავიდა? გავარკვევთ ეხლა. რატომ წავიდა? პრობლემების მოსაგვარებლად, თავისი პრობლემების. ეშინია სადმე ხო არ დააგვიანდა. ეშინია რომ არასწორი არჩევანი რო გააკეთა, როგორ გამოვიდეს ეხლა ამ სიტუაციიდან, ხო? გამოსავალს ეძებს მეგობრებო. ქვემოდან არის გამარჯვების კარტი. ხო.
ხო, რატომ წავიდა? იმიტომ წავიდა მეგობრებო, რომ გამოსავალს ეძებს, მის ჩადენილ საქმეში ეძებს გამოსავალს. ძალიან მაინტერესებს, რა ინტერესებდა თქვენს პარტნიორს იქ რომ წავიდა? რა ინფორმაცია აინტერესებდა? აი ის ინფორმაცია აინტერესებდა მეგობრებო, რომ ეს ამ ადამიანს ახლა ძალა აქვს გამოლეული და აინტერესებს ამ ყველაფერში ვისი ხელი ურევია. რომ ნაბიჯებს ვერ დგამს. შეიძლება აქამდე პასუხისმგებლიანი იყო და ეხლა რო პასუხისმგებლოდ იქცევა, მასაც უკვირს თავისი საქციელის, ამიტომ ამის გასარკვევად წავიდა, ვინმე რაიმე ხო არ გაუკეთა და ზოგადად ვინ რა გაუკეთა კიდევ? ხო. იმიტომ წავიდა რომ დაგკარგათ რა მოხდა. რატომ დაგკარგათ ამ ადამიანმა? ამის გასარკვევად წავიდა. კიდევ? ხო, წარმატებისკენ რომ აღარ მიდის მას საქმეები, ამიტომ წავიდა მეგობრებო, რომ თავისი სიტუაცია გაარკვიოს. კარგით. რა უთხრა მკითხავმა? აი რა უთხრა მკითხავმა? ძალიან მაინტერესებს მკითხავმა რა უთხრა. რა უთხრა მკითხავმა? მკითხავმა რა უთხრა მეგობრებო და მკითხავმა რა უთხრა მეგობრებო და ახლავე გეტყვით. რა უთხრა მკითხავმა? რა უთხრა მეგობრებო და შენს ბედნიერებაშიო ასე უთხრა ვიღაცამ ხელი ჩაყო, ვიღაც ადამიანების ჩარევებია, უყურეთ რა უთხრა. აქ არის ყველანაირი ხერხის გამოყენება ადამიანებიდან. ტყუილები, საშიში საქციელები, იქ გვაჩვენა ჩვენ კიდევ რომ იყო ღალატიც, იყო რაღაც მაგიებიც, იყო ზემოქმედებაც, კი მეგობრებო. კიდე სპეციალურად გაკეთებულია, გაიგო ის, რომ ვიღაცამ გაუკეთა ოღონ მართლა. კი, ამიტომ გაქვს დეპრესია, ამიტომ გაქვს უთანხმოება ურთიერთობაში, ამიტომ დაგკარგათ, ამიტომ ხარ გაუბედურებული. კი, და ამიტომ გაქვს ბალანსი დაკარგული. აჰა, რაც აინტერესებდა, ის გაიგო. მოდი ახლა მე მაინტერესებს ვკითხო. მაინტერესებს მინდა ვკითხო. ამ ადამიანს თუ ეგონა თუ არა, რომ ეს ყველაფერი გავუკეთეთ თქვენ. რა ეგონა? თქვენზე ხო არ ეგონა მეგობრებო? თქვენზე ხო არ ეგონა? ხო, მეგობრებო. მისი გაურკვევლობა შეიძლება იფიქრა ერთი მხრივ, რომ თქვენ გაუკეთეთ. უკან არ დაიხიეთ ამის გამო. რომ სამართალი პასუხი ანუ უყურეთ, რაც მან გაგიკეთა, ამ ადამიანმა იცის, რომ თქვენ მან ძალიან ცუდად მოგექცათ და ეხლა თვითონ იფიქრა, რომ ალბათ ამ ყველაფრის დასაბრუნებლად თქვენ გაუკეთეთ ეს ყველაფერი, რაც ეხლა მას ჭირს. ხო, კი, მეგობრებო, ამას ფიქრობს. კი. ამის გაგება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ შეხედეთ რა ხდება აქ. ხო, მეგობრებო. მაგრამ თქვენ და გასაკვირად ამ ამბავმა მეგობრებო მას იქ გაგონილმა ამბავმა ძალიან ისეთი შთაბეჭდილება დაუბრუნა ამ ადამიანს, რომ ის რაზეც თვითონ ფიქრობდა, ის არ აღმოჩნდა მართალი. ნახეთ, ამ ადამიანმა თუ კი დაკარგა თქვენთან ოჯახი, ეს ყველაფერი იყო სხვა ადამიანების ბრალი. ამ ადამიანმა თუ თქვენთან მოსასვლელი გზა დაკარგა და დაიკეტა, ეს ყველაფერი იყო არა თქვენი გაკეთებული, არამედ სხვისი მეგობრებო და ამ ადამიანმა იქ გაიგო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ეს ამბავი გაიგო მან იქ. რომ თქვენ აქ არაფერ შუაში ხართ. ძალიანაც კარგი. ნახეთ როგორ უნდა თქვენთან ოჯახი და როგორ უნდა თქვენთან სიყვარული, მოსვლა და დაბრუნება. კიდევ. კარგით, რა გადაწყვეტილება მიიღო ამ ყველაფრის გაგების შემდეგ მეგობრებო? უფალს თხოვს თქვენთან დაბრუნებას მეგობრებო. აი ნახეთ უბრალოდ.
ძალიან გულგატეხილია, ძალიან სერცხვილი ნაჭამია, ძალიან იმედგაცრუებულია. აი ნახეთ, როგორ უნდა დაბრუნება, როგორ უნდა ჯვრისწერა, როგორ უნდა გაერთიანება, როგორ უნდა მოსვლა. მეგობრებო, როგორ უნდა მოსვლა. ძალიანაც კარგი. თავისი ნაბიჯები. ძალიან მაინტერესებს თავისი ნაბიჯები. რა ნაბიჯებს გადმოდგამს მეგობრებო? როგორ ეშინია თქვენი? თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც გადმოდგამს. ძალიან ეშინია თქვენი, მაგრამ მაინც გადმოდგამს კი. манипуляციების ეშინია. ეშინია რომ მოტყუებული არ დარჩეს. მომზადებული მოსვლა უნდა მეგობრებო. აი ყველაფრისთვის მომზადებული უნდა მოსვლა. აი იმისთვის ისეც მოვა რომ თქვენ რო უარი უთხრათ, რა პასუხი გაგცეთ, ამისთვისაც მზად იქნება. ამის პასუხიც ექნება მომზადებული. თქვენი უარის თქმის შემთხვევაში ამ ადამიანს საპასუხოც აქვს გამზადებული მეგობრებო, იცოდეთ. კი, როგორ მოგი აროთ გვერდი, ესეც იცის უარის შემთხვევაში. სასწაულია უბრალოდ. ხო, ინტრიგებს ხლართავს, კი. ინტრიგებს მოხლართავს მოსასვლელად მეგობრებო, კი. და თვითონ ფიქრობს, რომ ეს იმუშავებს, ეს თავის ხრიკები. თუმცა ძალიან ნერვიულობს. აი ნახეთ მეგობრებო, როგორი სიყვარული აქვს, როგორი სითბო აქვს, როგორ უნდა თქვენთან ერთად ურთიერთობა. აი როგორი ძლიერი ხართ მის თვალში. აი ესეთი ადამიანები, აი ესეთ სიტუაციაში შეგიყვანათ. ხო. ძალიან მაინტერესებს რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი. ძალიან მაინტერესებს. ამ ადამიანს ჰქონდა რაღაც გეგმები, რომელიც არ განხორციელდა, ეს შეიძლება თქვენთან დაკავშირებითაც იყო, არ გამოვრიცხავ ამას, უბრალოდ რაღაცები ჰქონდა ამ ადამიანს ჩაფიქრებული და არ გამოუვიდა ისე, როგორც მას ეგონა. ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი. გაუთვალისწინებლად მეგობრებო. კი. ხო, აი დანაკარგები. ამ ადამიანმა თუ კი რამეში ფული ჩადო, ან ენერგია ჩადო, ან რაღაც გაუთვალისწინებელი არ გაუმართლა ის რაც გააკეთა. ეხლა ვისთან როგორ მეგობრებო, ამიტომ ყველასთან ერთნაირად ვერ იქნება, ამიტომ თქვენ სიტუაციას მოერგეთ. ის რაც თქვენ არ იცით. ძალიან ბევრნაირია. ხო, ამიტომ ის რაც მან გააკეთა და იფიქრა, ის არ გამოუვიდა, ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი. ხო. თუმცა ბედის ბორბალი. ეს ადამიანი ბედის მოახლოებას გრძნობს, თითქოს რაღაცის დასასრულს და რაღაცის დასაწყისი. ან რაღაცა უნდა დაასრულოს და უნდა დაიწყოს. ან იქ უნდა დაასრულოს და თქვენთან დაიწყოს. ან კიდევ არის ერთის მეორე არის ის კიდევ რომ ეს რთული სიტუაცია დაასრულოს და ახალი პერიოდი დაიწყოს. ხო, ვისთან რა მეგობრებო? ძალიან ბევრი ბრძოლა მოუწევს ამისთვის თქვენს პარტნიორს. ძალიან ბევრი ბრძოლა დაჭირდება ამისთვის. ბევრი რაღაცის გაკეთება, დათმობა ან გაკეთება. ეს მისთვის რთული იქნება, ადვილი არ იქნება მეგობრებო. ხო. ხო, აი როგორაა. დამარცხებული გრძნობს თავს, მტარზე ვენოკეა. აი თქვენ კიდევ. დაგაკარგათ და ამ ყველაფერს ძალიან განიცდის. უსამართლობა მიაჩნია ეს ყველაფერი. ამ ადამიანს უსამართლობად მიაჩნია ეს ყველაფერი. მოდი მაინტერესებს ახლა რა რჩევა დარიგება მიცა მკითხავმა თქვენ პარტნიორს. აი რა უთხრა მკითხავმა ამის გამო თქვენ პარტნიორს? რა უთხრა? ბოლო რა უთხრა? ან თუ რა რჩევა დარიგება მიცა? ხო, უნდათ რა უთხრა მეგობრებო?
უთხრა რომ არასწორად მოიქეცი. ესე უთხრა. ის უთხრა რომ ძალა ეხლა შენს პარტნიორს აქვს. ანუ თქვენზეა უკვე ძალა, მეგობრებო, თქვენი გადაწყვეტილება უკვე თქვენზეა. ხო? როგორი სიყვარული დაკარგა. ან კარგავს, ან უკვე დაკარგა. ხო, და ეუბნება იმას თქვენს პარტნიორს, რომ ეს ურთიერთობა უნდა გააახლოს. თუ კი მისთვის ძვირფასი ხართ, ამ ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხო, რომ აი ურთიერთობა შეცვალოს, მაგრამ ნახეთ ქვემოდან ტყუილები. ტყუილებით არა. ტყუილებით არა. სიმართლით, მეგობრებო, თუ კი სიმართლით და სამართლიანად იმოქმედებს ეს ადამიანი, იმ შემთხვევაში სამყარო მიცემს მას ამის უფლებას, სხვანაირად არა. სხვა შემთხვევაში არა, მეგობრებო. სიმართლით კი. სხვათა შორის ძალიან დაიბნა, თქვენი პარტნიორი დაიბნა, იმიტომ რომ არ ჯერავს ეს ყველაფერი მას. აწონ-დაწონვის მომენტი აქვს ეხლა, ყოყმანის მომენტი აქვს. ხო, თუმცა ვერ ეგუება თქვენ დაკარგვას. ვერ ეგუება და ვერ შეეგუება. რას გააკეთებს? რა გადაწყვეტილება მიიღო ბოლო-ბოლო? ხო, ის გადაწყვეტილება მიიღო, რომ დააბალანსოს უნდა ურთიერთობა. ოჯახის კარტი. ხავის და ბარაქის კარტი. ბევრი უნდა იბრძოლოს ამისთვის, რომ თქვენი თავი დაიბრუნოს. კი, თქვენი ურთიერთობა პაუზაა, მეგობრებო. პაუზაა. ხო. თვითონ ფიქრობს, რომ პაუზაა, თუმცა ბევრი თქვენთაგანი უკვე ამ ადამიანს შიშის თვალით უყურებს. ბევრი თქვენთაგანი იმასაც ფიქრობს, რომ უკვე აღარ გინდათ ამ ადამიანის დაბრუნებაც. კი. აღარ გინდათ, კი, გადაწყვეტილი გაქვთ, რომ უკვე აღარ დაიბრუნოთ. წავიდა უკვე всё, ამბობთ ბევრი. მაგრამ ამ ადამიანს მოსვლა უნდა. აი? მეგობრებო. ამ ადამიანს მისწამს კიდევ რომ ამ ურთიერთობის გადარჩენა შეიძლება. მას ესე სწამს. ეს არის პაუზა. მას სწამს რომ კიდევ შეუძლია ამ ურთიერთობის გადარჩენა. კი, მეგობრებო, თავიდან დაწყება თვითონ ასე ფიქრობს, რომ შეუძლია. რადგან აქ სამყარო აძლევს მას ამის უფლებას, კი, თვითონ ეცდება. ხო, ნახეთ აგერ სამყარო. ხო. თვითონ ეცდება, მეგობრებო, იმიტომ რომ სამყარო მიცემს შანსს. ესე იგი, რადგან სამყარო მიცემს შანსს, ეს ადამიანი ამ შანსს გამოიყენებს. კი, ხო, კი, მეგობრებო. თუმცა ბევრი თქვენთაგანი ფიქრობს, რომ ისე პასუხი თქვენში არის, მეგობრებო, ამის პასუხი. თქვენი პარტნიორი ამ შანსს გამოიყენებს თუ არა, თქვენ ამის პასუხი იცით, ამის პასუხი თქვენშია. თქვენ იმდენად უკვე გათვითცნობიერებულები ხართ ამ ყველაფერში, ამ ადამიანში. აი ამ სიტუაციით, ეხლა აი ამ კარტების ყველაფრით თქვენ ძალიან კარგად იცით თქვენი პარტნიორი ეს რას გააკეთებს. ძალიან ბევრს გიხსენებთ, გიგონებთ. კი, მეგობრებო, აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ გაიგო თქვენ შესახებ მკითხავთან. კი, მოვა შემოთავაზებებით. ძალიან დადებითი რაღაცები გაიგო, მეგობრებო. კი, მოულოდნელი იყო მისთვის და ესე მოულოდნელად გამოჩნდება თქვენთან, იმიტომ რომ თქვენს გარეშე ეს ბოლო საჯარო გაშლებია, მეგობრებო, რომ ეს პარტნიორი ძალიან ისეთი აქტიური ხდება. კი ბატონო, ელოდეთ მისგან, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან ცუდადაა. უბრალოდ დროის ფაქტორია უნდა რომ ფეხზე დადგეს. ძალა არ აქვს მას, მეგობრებო. ხო. თუმცა ის ეცდება მანამ სანამ არ მიაღწევს თქვენთან სასიკეთო შედეგებს. კი. სიხარული, ბედნიერება, გახარება და არ დადეგები. კი, ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება.
გადაწყვეტილი აქ მას მოსვლა, მეგობრებო, ამ ურთიერთობაზე მუშაობა, იმიტომ რომ თქვენ შორის რაღაც უწყვეტი ჯაჭვი არის. თვითონ ასე ფიქრობს და აი თვითონ ესე გითვალთვალებთ, მეგობრებო, შეშინებული იმ წუმპედან, რაშიც არის ახლა თვითონ. ხო, მაგრამ მოსვლას ფიქრობს. ნუ რა ვქნა ახლა მოსვლას ფიქრობს, ის არც წასულა არსად. ეს უწყვეტი ძაფი თქვენ შორის ჯერ გაწყვეტილი არაა, მეგობრებო. სანამ ეს ძაფი არის თქვენ შორის, ეს არის. ეს რომ აღარ იქნება, მეგობრებო, მე ვერ გეტყვით. მაგრამ ამ ეტაპზე ამ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ თქვენთან მოვიდეს. ესეთი რჩევა დარიგება მიიღო მკითხავიდან, რომ თქვენთან მოვიდეს. თუ კი უყვარხართ, უნდა მოვიდეს და რო უყვარხართ, ეს უკვე ჩანს აქ. ხო, ეს უკვე ჩანს. ეს უკვე ჩანს. იცი ერთი შეკითხვა მაქვს ახლა თქვენს პარტნიორთან. რატომ გადაწყვიტა მაინც პარტნიორმა კითხავთან წასვლა? თქვენი რატო არ დაიჯერა ამ ადამიანმა? თქვენი რატომ არ დაიჯერა ამ ადამიანმა? თქვენ რატომ არ გენდოთ? მაინც მკითხავი რატო იყო საჭირო, მეგობრებო? რატომ იყო მაინც მკითხავი საჭირო? რატომ მიიყვანა აქამდე საქმე? რატომ იყო მკითხავი მაინც საჭირო? ძალა. თქვენ ამ ყველაფერს ეუბნებოდით და თქვენ არ დაგიჯერათ. სანამ მას დასამართებელი არ დაემართა, მეგობრებო, თქვენ არ დაგიჯერათ. თქვენ ეს ყველაფერი უთხარით, ძალა თქვენ გაქვთ, მაშინაც გქონდათ და ახლაც. ხა. არ დაგიჯერათ, მეგობრებო. არ დაგიჯერათ, არა. მას ეგონა რომ ყველაფერი თვითონ იყო. მას ეგონა რომ ყველაფერი შეძლებდა თვითონ. თქვენს გარეშე. მას ეგონა რომ თქვენ ატყუებდით. ამ დროს პირიქით. ხა? ხა. არ დაგიჯერათ, მეგობრებო, მაგრამ ეხლა კი ხვდება ამ ყველაფერს. თქვენ რასაც ეუბნებოდით, არ დაგიჯერათ უბრალოდ. შანსი ვერ გამოიყენა თქვენთან. აი ის შანსი, რასაც თქვენ ჭკუას არიგებდით, ეუბნებოდით, რაღაცებს ასწავლიდით. ხო, ეს ყველაფერი თქვენ არ დაგიჯერათ და მან ეს შანსი ვერ გამოიყენა თქვენთან, ამიტომ დაემართა საქმოვი და ამიტომ მივიდა ის იქამდე, იმ სიტუაციამდე, რომ წასულიყო მკითხავთან და გამოეკულია ეს ყველაფერი, რატომ მოხდა. ხა. და მიხვდა რომ ჭკუაში მოტყუდა. ნახეთ რა წერია? ჭკუაში მოტყუება. მიხვდა რომ მოტყუდა ჭკუაში. თავისი საქციელებით. ხა, მიხვდა რომ მოსამართლოდ მოგექცათ. გაუგებრობა. პატივმოყვარეობა შეგილახათ, გაუგებრობაში შეგიყვანათ. ეხლა უბრუნდება ბუმერანგები მას. ეს ჩემთვის კიდევ ერთ-ერთი ბუმერანგის დაბრუნებაა, მეგობრებო. ხო. ამიტომ მიიღო სამყაროდან თავში ჩაკაკუნება. კი ბატონო. კი მეგობრებო, ეხლა დარჩა თვითონ მოტყუებული. ბალანსი აღარ აქვს, მარტო დარჩა, მეგობრებო. ამიტომ წავიდა მკითხავთან. ხო. გადაწყვეტილება მიიღო რომ წასულიყო მკითხავთან, იმიტომ რომ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მეგობრებო. ეს უნდა გაირკვია მას. ეხლა ეშინია, ხო არ დააგვიანდა. ხო არ დააგვიანდება, ამის ეშინია. ოხ, რა ცუდად, ოხ, კიდევ ეცდება, მეგობრებო. კიდევ ეცდება თქვენთან ბედს, კი? თქვენთან ბედს კიდევ ეცდება ეს ადამიანი, ამიტომ ელოდეთ, თუ კი გსურთ და ელოდეთ მისგან ნაბიჯებს. თუ არ გსურთ, კიდევ ეს თქვენი გადასაწყვეტია. მოდი მინდა ვკითხო ტაროს კარტს რჩევა თქვენ. თქვენ მაინც როგორ უნდა მოიქცეთ, რა რჩევას მოგცემთ ტარო? რა რჩევას მოგცემთ ტარო? რა რჩევას მოგცემთ ტარო? მეგობრებო, რა რჩევას მოგცემთ ტარო?
ორივეს გიყვართ ერთმანეთი, მეგობრებო. აქ გრძნობებზია საუბარი. მიუხედავად ამ თავისი საქციელისა, თქვენი პარტნიორის გრძნობა აქვს. თქვენ თუ გექნებათ სურვილი, ეს ურთიერთობა განახლდება. თქვენ თუ არ გექნებათ სურვილი და არ განახლდება, თქვენზეა გადაწყვეტილება. რჩევა. ხო. თქვენი გადასაწყვეტია. მას გადაწყვიტავთ. სათანადოდ გამოიყენეთ შესაძლებლობები, გავლილი სიტუაციიდან. გაფრთხილებთ კარტი. ხო. თქვენი გადასაწყვეტია. ერთი წუთით მოვალ ახლა. თქვენი გადასაწყვეტია, მეგობრებო. მაგრამ კარტი გაფრთხილებთ. საკმარისად გამოცდილება გაქვთ, ამიტომ ხო, გამოიყენეთ გამოცდილება. თქვენი გადასაწყვეტია, ჩემო ძვირფასებო. ეხლა მინდა ვკითხო კარტს. უღრმესი მადლობა ყველას. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. მოდით ახლა ვკითხოთ ჩვენს ასტრაბარათებს. რა ინფორმაცია მიიღო პარტნიორმა? რა ინფორმაცია მიიღო მეგობრებო პარტნიორმა? მას გვეტყვის ასტრაბარათები. კითხავთ თან. რა ინფორმაცია მიიღო? მეგობრებო, მაგის კარტი და მკითხავის. აქაც მაგის და მკითხავის კარტი. თქვენი პარტნიორი 1000%-ით იყო წასული, მეგობრებო. თქვენი პარტნიორი 1000%-ით იყო წასული მკითხავთან. ეს არის მკითხავის კარტი. მეგობრებო. ესეც მკითხავის კარტია. ძალიან მინდა რომ გაჩვენოთ. მკითხავი, კარტები, ლაბირინთი და მკითხავი. ესეც მკითხავისა. დააკვირდით, აქ რეები უწყვია. თუ კარგად დააკვირდებით, ზუსტად ის ინვენტარიზაცია აწყვია აქ, რაც ჭირდება მკითხავს. და აი ესეც კიდევ მკითხავი. ეს არის მაგი, მკითხავი. ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღო თქვენმა პარტნიორმა მკითხავთან მსვლით. ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოიკვლია. დეტალურად გამოირკვია ყველაფერი, გაარკვია ყველაფერი, რაც მას აინტერესებდა, ყველანაირი ინფორმაცია მიიღო მკითხავთან თქვენმა პარტნიორმა. თავისი ბედის შესახებ თქვენთან დაკავშირებით. ესეც გამოირკვია, გაარკვია. თქვენთან რა ბედი ელის ამ ადამიანს. თქვენ ვინ ხართ მისთვის? თქვენ რაიმე ხო არ გაუკეთეთ? თქვენთან რა შანსები აქვს? რა ელოდება? ზოგადად ყველაფერი აბსოლუტურად ძალიან ბევრი კითხვებით მივიდა მკითხავთან თქვენი პარტნიორი. ცნობიერი თუ არაცნობიერი, თქვენ ხო არ გაუკეთეთ რამე, რომ თქვენს გარეშე ამ ადამიანს რო არ შეუძლია, თქვენ ხო არ გაუკეთეთ რამე. ამისთვისაც მივიდა, რომ თქვენს გარეშე რო ვეღარ ძლებს, თქვენოთ რო აღარ შეუძლია, თქვენზე რო ფიქრობს 24/7-ზე, ხო არ გაუკეთეთ რამე, ამის გასარკვევათაც მივიდა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თქვენ არ გჭირდებათ. იმიტომ რომ თქვენ ისეთი ენერგია გაქვთ. თქვენს გარემოცვაში ვინც მოხვდება, მეგობრებო, თქვენთან ესეთი გულგრილი თქვენგან ვერ წავა. ესე თქვენ ფეხს ვერ დაგახოცავს ადამიანი, არ შეიძლება. თქვენთან ესეთი მოქცევა არ შეიძლება. ფეხი დამახოცოს ადამიანმა და წავიდეს, ნუ რას უკაცრავად, ესეთ ადვილად ვერ ამომშლის ვერავინ მისი ცხოვრებიდან. მე მაგალითად, მეგობრებო. ხო. აი ესე ხართ თქვენ. აინტერესებს ახლა, ხო არ გაუკეთეთ რამე, თქვენ არ გჭირდებათ ამის გაკეთება. თქვენ ისეთი ენერგიის ადამიანები ხართ, თქვენ ეს არ გჭირდებათ, მეგობრებო. ხო. ასე რომ, კარგით, კიდევ რა გაარკვია თქვენმა პარტნიორმა იქ. ხო, აი ნახეთ, მეგობრებო, ეშმაკი რო ყავს შეჩენილი. ეშმაკი. ამ ადამიანს საკუთარი თავის მეტი არავინ არ უყვარს. მოდი აქედან დავიწყოთ. ხო. ამ ადამიანს ჯერ საკუთარი თავი უყვარს, სარკის წინ რო დავდგებით ჯერ ჩვენ თავს ვხედავთ, ხო? და ჩვენ თავს ველაპარაკებით, აი, თქვენი პარტნიორია ეს ზუსტად. სარკის წინ დადგება და ეუბნება, მე ხომ ყველაფერი კარგი მეკუთვნის, მე ხომ ეს მეკუთვნის, მე ხომ ამის ღირსი ვარ, მე ხომ ყველაზე საუკეთესო ვარ, მე ხომ ყველაფერი მე და პირველი. ხო. აი, ასე მეგობრებო. ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ამ ადამიანს და ყველაფერი ისე არა, მას რო გონია. კიდევ გაუთხრა. ხო, რა უთხრა მეგობრებო, მკითხავმა და სულიერება გაკლიაო, ასე უთხრა. სარკეში წინ დგომას გირჩევნოდეს სულიერ ამაღლებაზე იფიქრო. აგი უთხრა მკითხავმა მეგობრებო, სად შენ და სად ის ქალიო, ასე უთხრა. სად შენ და სად შენი პარტნიორიო, ზუსტად ასე უთხრა მეგობრებო. მას ეგონა რომ თქვენ რაღაცა გაუკეთეთ, მაგრამ პირიქით. ხო, თქვენ ამის გამკეთებელი არ ხართ, ეს უთხრა. ეს ხართ თქვენ, ესაა თვითონ. ნახეთ. თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც უყვარს ბუნება, ცხოველები, აი უფალს უყურებთ, უფალს ევედრებით, უფალს ხედავთ, სიწმინდეს ხედავთ, მეგობრებო, ყველაფერს კარგს ხედავთ. ხო, ეს ნახეთ რას ხედავს. ეს სარკის წინ დგანასო და საკუთარ თავს ხედავს, მეც ვერაფერს. სხვაობა. ეხლა ამის ჩაცმულობა შეხედეთ, ამის მოღვაწეობა შეხედეთ. ადამიანი მიწათმოქმედებას ეწევა, ყველაფერს ეწევა, რაც ბუნებასთან და სამყაროსთანაა. მზე, სიცოცხლეა, აგერ იხედება და ხელით კიდევ რაღაცებს აკეთებს. ადამიანი, რომელიც არ ისვენებს. ეს ხართ თქვენ. აი თვითონ რას აკეთებს? აი თვითონ რას აკეთებს, მეგობრებო? საკუთარ თავს ელაპარაკება. საცოდავი მისი დღე. ხო. რა უთხრა მკითხავმა თქვენს პარტნიორს? რა უთხრა და ის უთხრა, რომ სულიერებასთან შორსაა. ამ ადამიანმა სულიერება არ იცის. ადამიანობა არ იცის. მე იცის მარტო თხასავით. მე. ეს არის მომზადების კარტი. ეს არის სამზადისის კარტი. ეს არის ადამიანი, რომელიც უკვე რაღაცას აკეთებს. და რა, მაცადეთ მეგობრებო? ხო, რა უთხრა და ის უთხრა. რომ შენს პარტნიორს ეს ასჭირდება, ეს უთხრა. ეს ადამიანი არის ის, ვინც ყოველთვის ყველაფერს აკეთებს თავისი ხელით, ეს უთხრა თქვენზე. არასოდეს არავის არ ელოდება. ეს არის ადამიანი, რომელიც სამყაროსთან ახლოსაა, ამას ეუბნება თქვენზე. კითხავი, თქვენს პარტნიორს. ხო.
აი ამას ეუბნება მეგობრებო თქვენზე თქვენს პარტნიორს. კითხავი. ეს ის არ არის, ვინც შენ გონია და რაც შენ გონია. ეს არის ადამიანი სამყაროსთან ახლოს, ბუნებასთან ახლოს, ადამიანებთან ახლოს. თქვენ გახასიათებთ ძალიან კარგად. ეს მკითხავი. ძალიან ბევრი სასიკეთო ინფორმაცია მიიღოთ თქვენზე ამ ადამიანმა, კითხავთან. ის რომ მსგავს რამეს თქვენ არ მიმართავთ, თქვენ არ გჭირდებათ ეს. თქვენ ხართ თვითონ საჩუქარი უფლის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ხო, ამიტომ რომ თქვენ ეს არ გჭირდებათ. თქვენ ამას არ გააკეთებთ. ხო. ასე რომ დარჩა წყალწაღებული თვითონ. ხო. დარჩით მის სურვილებში მეგობრებო თქვენ. ეს ადამიანი დარჩა მარტო პირდაღებული იმ ყველაფრით, რაც გაიგო იქ. ხო, ეს უთხრა კითხავმა თქვენ პარტნიორს, რომ ის რაც შეიძლება და ყოფილიყო შენი, შენ დარჩი მის გარეშე, შენ დარჩი წაგებული, შენი ფიქრებით, შენი საქციელებით, შენი მოქმედებებით, შენი აზროვნებებით. ხო, აი იმ ყველაფრით დარჩი მარტო, ან დარჩები მარტო. ხო, ესე უთხრა. ზუსტად მადლობა მკითხავს, მეგობრებო, სამყარო ჩალიც დახურული არა, იცოდეთ? ხო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ესეთი ინფორმაცია მიიღოთ თქვენმა პარტნიორმა იქ, რომ ტყუილუბრალოდ იფიქრა თქვენზე მსგავსი. ხო, თქვენ ეს არ გჭირდებათ. თქვენ არც მოჯადოება გჭირდებათ ადამიანების, არც გაჯადოება გჭირდებათ, თქვენ არაფერი არ გჭირდებათ. თქვენ იმდენად ახლოს ხართ სამყაროსთან და ბუნებასთან, ხო, თქვენ ეს არ გჭირდებათ. თქვენს სილამაზეს, თქვენს ადამიანობას, თქვენს სულიერებას ძალიან დიდი წონა და ფასი აქვს სამყაროსთვის. თქვენ ხართ თვითონ სამყაროსთვის სამყარო, თქვენ გიკავიათ მთელი სამყარო. აი, სამყარო როგორ გიკავიათ ხელში, მეგობრებო. ხო, აი ასეა. ძალიან შეცდა თქვენი პარტნიორი, რომ მიბრძანდა მკითხავთან. ხო, აიღურე? რა უთხრა ბოლოს მკითხავმა? გაბუნძუნდი აქედანო, ასე უთხრა. ის გასაღები რაც გიკავია ხელში, ძალიან კარგად იცი, სადაც უნდა მოარგო და როგორაც უნდა გააღო. ამ კარებს შენ თუ არ გააღებ ისე როგორც საჭიროა და ამ გასაღებს იქ არ მოარგებ, სადაც საჭიროა, ბებია შენის სამო, ასე უთხრა მკითხავმა მეგობრებო. დავაი აქედან დაახვიეო, ასე უთხრა ჩემო ძვირფასებო. ზუსტადაც. ხო. აი ასე. თქვენ იმდენად გწამთ, უფალი. თქვენ მხოლოდ აკეთებთ რას, თქვენ სურვილებს ზოგი წერთ და ზოგი სამყაროში უშვებთ. აგერ უკან ანგელოზები გფარველობენ მეგობრებო. აგერ ნახეთ თქვენს უკან ცეცხლია, მაგრამ თქვენთან არაა. თქვენ არ გეკიდებათ ეს ცეცხლი მეგობრებო. იმდენად მფარველობა გაქვთ უფლის და ანგელოზების მეგობრებო. თქვენს უკან ცეცხლი აგერ, მაგრამ თქვენ არ გაწუხებთ ეს. ეხლავე შევეკითხები მაგ კითხვას. დაახვია თუ ისე ვიქა ამ კითხავთან? მეც მაგაშია. არა, ახლა კითხავთან რო ვერ დარჩება, მაგი ჩვენც ვიცით. ეხლა ამ ბოლოში კრუნჩხვები დაიწყო მაგ შეკითხვაზე. ნინა, მაგ შეკითხვაზე კრუნჩხვები დაიწყო ჩვენს თქვენს პარტნიორს. იქ ვინ გააჩერებს მაგას მკითხავთან მასე, მას თუ უნდა ისე მეგობრებო, იქ არავინ არ გააჩერებს. ხო. ერშმაკის ხილავი მეგობრებო. ცუღლუტი. ძალიან ყურადღებიანად მოусმინა ყველაფერს, სხვათა შორის თქვენმა პარტნიორმა, ბატონო.
გამბედაობას მოიკრიბავს ახლა მეგობრებო და მოვა თქვენთან. ოღა ჭერმეტყველებით მოვა. თანამშრომლობით მოვა, მოლაპარაკებებით მოვა, თავდახრილი მოვა, კი, მოვა. მოვა მეგობრებო. ბალანსის შესანარჩუნებლად მოვა. მოვა. ვაიმე, რა ვქნა. მეგობრებო. თქვენ ხართ მისი ოქროს თევზი. თქვენ რაც უთხარით ამ ადამიანს ყველაფერი ისე აუხდა, როგორც უთხარით. თქვენ თუ უთხარით რომ ინანებდა, ზუსტად ინანა მეგობრებო. თქვენ თუ უთხარით რომ ამას ასე თუ არ გააკეთებ, ასე იქნება, ზუსტად მასე მოხდა. ამიტომ მოვა თქვენთან მეგობრებო. ბევრს ბოდიშს მოგიხდით. ბევრთან თავდახრილი მოვა. ბევრთან შესარიგებლა, ანუ მეგობრებო, უყურეთ, ვისთან როგორ. მაგრამ მოვა. თავდახრილი მოვა, ბალანსისთვის მოვა. იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი ოქროს თევზი. ხო. ეს არის კიდევ ტრანსფორმატორის კარტი. თქვენ ხართ მისი ტრანსფორმატორი, მეგობრებო. გეუბნებით თქვენთან ვინც შემოვა ადამიანი, ძალიან სხვანაირი ხდება. ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც იყო. თქვენს ირგვლივ ვინც არის, მეგობრებო, აბა დააკვირდით. ვინც შემოდის თქვენ ცხოვრებაში. როგორ იქცევა მერე, თქვენთან მოსვლის შემდეგ, როგორ იქცევა ეს ადამიანი, თუ იცვლება, მე მგონი იცვლება. არა, არ გაითიშა, ჩემთან არ აჩვენებს გათიშულს. მეგობრებო, გესმით ჩემი ხმა? ხო, ზოგჯერ არის აგდებს. ჩემთანაც გაიჭედა მეგობრებო ინტერნეტი. კი, ჩემთან კრუნჩხვები დაეწყო. ხო. ასე რომ ჩემთანაც კი. ზოგჯერ შვება ასე. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. ეს ადამიანი არსად არ წასულა. მოგწერთ აუცილებლად, მოგწერთ დაბნეული, მაგრამ მაინც მოგწერთ. კი, ესე შორიდან გიყურებთ ბინოკლით, გაკვირდებათ. ასე რომ ელოდეთ მისგან კი. გამოჩენას ელოდეთ მეგობრებო, დაბნეულად, მაგრამ მაინც ელოდეთ კი. ბევრ თქვენთაგანთან მოგწერთ. ესე არეულდარეული მოგწერთ, ნახეთ? წიგნი და ფურცელი აგერ აქ და პასტა ეგერ აქ. იცით როგორ მოგწერთ, მეგობრებო, ბალზეა და წემალს როჭამს, აი ასე ზუსტად. ხა მიხვდით თქვენ ჩემი ნათქვამი. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, კი, აუცილებლად ელოდეთ ამ ადამიანს. ამ ადამიანის გამოჩენას ელოდეთ. манипуляტორი. ხო, манипуляტორი ცოტაოდენი არის კი. ნუ ეხა ვისთან მეტნაკლებად. манипуляტორი არის კი, მაგრამ ვისთან მეტნაკლებად. ხო, აი ეს ადამიანი გიყურებთ. ბევრ შეიძლება გქონდეს თქვენი ფოტო. ფოტოზე გიყურებდეთ. სადღაც გიყურებდეთ. რაღაცებს აჩვენებთ თქვენ. ხედავს ეს ადამიანი, რაღაცებს ტვირთავთ და ეს ადამიანი გიყურებთ, გხედავთ კი. შორიდან გიყურებთ, მეგობრებო. გიყურებთ თუ რა ძვირფასი ხართ მისთვის, ძალიან ლამაზი ხართ მისთვის. ვარდი, ისეთი ვარდები ხართ მისთვის, ქალბატონებო, თქვენ შემთხვევაში. ძალიან ვარდივით გამოიყურებით იმ ვარდივით, რომელიც გადათელა ამ ადამიანმა ფეხები ნახე, ფეხის ქვეშ ყრია ვარდები. მაგრამ ძალიან ნანობს თავის აქციებს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო თქვენი პარტნიორის კითხაობა დღეს. ეხლა მე მინდა ვოსკზე გადავხედოთ
ამ ყველაფერს რას გვეტყვის ვოსკი? ვოსკი რას გვეტყვის, მეგობრებო? თქვენ მანამდე ამ სანთელზე მეგობრებო კონცენტრირდით. სანთელზე კონცენტრირდით ჩემო ძვირფასება. მე მოვამზადებ ახლა მანამდე იმედია გამოგვივა. ნახოთ აბა როგორ რა გამოგვივა ჩემო ძვირფასებო. ნახოთ რა გამოგვივა. ასე რომ დავიწყოთ ვოსკით. არაფერზე არ იფიქროთ, კონცენტრირდით სანთელზე და ნახოთ ჩემო ძვირფასებო. მე ვხედავ გასოს. გასოს ვხედავ თქვენთან, რომ რაღაც ამბავს გეუბნებათ მეგობრებო, რაღაც ამბავით მოდის გასო თქვენთან. თუ თქვენი პარტნიორი არის გასოდან, ელოდეთ მისგან ამბავს. კი. ძალიან დიდი შიში აქვს თქვენს პარტნიორს. ძალიან დიდი შიში აქვს მეგობრებო. კი, თითქოს რაღაცის თქმა უნდა მოსვლა და იმ ამალივით დაყილება უნდა რაღაცის მეგობრებო, რაღაც ამბავის მოტანა უნდა თქვენამდე. ძალიან დიდი შიში აქვს, ხვარს ვხედავ, შინია ძალიან რომ არ მიიღებთ. როგორი მზადება მოსასვლელად? როგორი მზადება მეგობრებო, ნახეთ. ხარბეჭიანი მაღალი არის თქვენი პარტნიორი. მაღალი მეგობრებო, როგორ მოდის, როგორ ვხედავ, როგორ მოდის, ჩემო ძვირფასებო. აი როგორ მოდის, იცით, აი მოაქვს ხედა მიწა რო იტყვიან, მთელი ამალით. პარტნიორი, თქვენი პარტნიორი მოდის მთელი ამალით, მთელი თავდადებით, აი მთელი ემოციებით, მეგობრებო. ძიმეთ მოდის, მაგრამ აიც მოდის. ძალიან დიდი შიში აქვს. კიდევ რას ვხედავ? ვხედავ იმას, რომ ძალიან რთულია ეს ნაბიჯები მისთვის. ძალიან რთულია მეგობრებო, არ გეგონოთ ადვილი. ძალიან რთულად ეძლევა მას ეს გადაწყვეტილება. დაბრუნებას ვხედავ, კი, მოსვლას ვხედავ მეგობრებო. ვხედავ მოსვლას, ამ ადამიანის მოსვლას მე ვხედავ. კიდევ რას გვეტყვის?
პატარა წიწილას ვხედავ, რა ლამაზია. თითქოს რაღაც სასიხარულო ამბავს გაიგებთ, მეგობრებო. რაღაც ამბავს გაიგებთ. ეს თუ კი შეეხება ბავშვის დაბადებას, ბავშვის შობადობას, ჩასახვას. თუ კი აქამდე ვინმეს გაწუხებდათ ეს თემა, აუცილებლად გამარცხდება თქვენი სურვილები. აუცილებლად გამარცხდება. თუ კი აქამდე ვერ ხერხდებოდა, მეგობრებო. აი არ ვიცი, ვხედავ ემბრიონს. მე თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვხედავ ემბრიონს. აი მეგობრებო, ემბრიონი. ჩასახულ ბავშვს ვხედავ. იქნებ ვინმეზე გაიგოთ, რომ ბავშვს ელოდება. ვიღაცის ბავშვის მოლოდინს გაიგებთ. ბუასო. ასო. ბუდა ა. ჩემო ძვირფასებო, პირველად ვაკეთებ ახლა ამ ყველაფერს და ძალიან გაოცებული ვარ. ძალიან ვიკავებდი თავს, აქამდე ვერ გადამეწყვიტა, მაგრამ აი ძალიან მიხარია, რომ აი ახლა ვარ ამ საქმით დაკავებული. ვიღაცას ფინანსების პრობლემა აწუხებს ძალიან. მეგობრებო, ვის გაქვთ ახლა პრობლემები ფინანსური, არის ნერვიულოდ. ყველაფერი შეიცვლება. სახლს ვხედავ, რა ლამაზს. მეგობრებო, აი აქ ვხედავ სახლს. ძალიან დიდი ჯვარი აქვს. ძალიან დიდი ასრულება გაქვთ ოჯახის თაობაზე. თუ ვინმე შეძენა გინდათ, მეგობრებო, აუცილებლად გამოგივათ. ბევრ თქვენთაგანს ვხედავ ძალიან დიდ საქორწილო კაბაში. ღმერთო, გამაჟრიალა. თავზე გაქვთ ძალიან დიდი სინათლე, ბევრი თქვენთაგანი ძალიან მალე საქორწინო კაბაში იქნებით, მეგობრებო, გეფიცებით. ძალიან ბევრი თქვენთაგანი. ვხედავ პატარა ლეკს, ახალდაბადებული ლეკს. მეგობრებო, ახალ დაბადებული ლეკს ვხედავ. თითქოს მეგობარი, თქვენი მეგობარი. არ ვიცი, შეიძლება თქვენი პარტნიორიც იყოს, თქვენი დახმარება დასჭირდეს და თქვენ გთხოვოთ, აი ისეთ სახეს გამომეტყველებით შეგხედავთ, მეგობრებო, რომ მიხვდებით, რომ ამ ადამიანს თქვენი დახმარება ჭირდება. არ ვიცი, ახლა მე აქ ნუ განმკითხავთ ამისთვის, გაუკეთებთ. თქვენ ამ ყველაფერს თქვენს პარტნიორს გაუკეთებთ თუ არ გაუკეთებთ, დაეხმარებით თუ არ დაეხმარებით, ეს ჩემი გადასაწყვეტი არა, უბრალოდ მე ვხედავ აქ, მეგობრებო. ხო. ვხედავ ქალს თქვენგან წასულს გაბრაზებულს. აი თითქოს და რაღაცა გაბრაზებული თქვენგან წასული ადამიანი. ეს არის ქალი. გრძელ კაბაში, თითქოს ტრაპეცია კაბა აცვია. ეს ქალი არის მსხვილი, ტანმსხვილი, სუსტი არ არის, მეგობრებო. უკან რაღაცნაირი აწეული თმები აქვს. ვიღაც გაგიბრაზდათ, არ მოეწონათ ის, რაც აკადრეთ, ან რაც მიიღო თქვენგან და გაბრაზებული, გაძუნძულებულია უკან. ხა.
კიდევ რას ვხედავ ჩემო ძვირფასებო? კი თითქოს და ნეგატივით წამოვიდა შავი წვეთები. ნეგატივი აუცილებლად გააქვთ, თვალი გააქვთ მეგობრებო, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა ამ სანთელთან დარჩება და გავატან წყალს, ასე რომ არ ინერვიულოთ. ძალიან კარგია რომ გამოყვა სიშავე. კიდევ რას გვეტყვის, ძალიან მაინტერესებს. აი დღევანდელ დღეს თქვენი პარტნიორის ფიქრები მაინტერესებს. აი თქვენი პარტნიორის ფიქრები დღევანდელ სიტუაციაში, აი ამ სიტუაციაში ხარ რას ფიქრობს? თხოვ რომ მაჩვენოს. რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი დღევანდელ დღეს? ფიქრობს იმას, რომ ძალიან მოტყუებული დარჩა. გამოსავალს ეძებს ამ ყველაფერში მეგობრებო. ძალიან ეცდება ამ ყველაფერს რომ გამოასწოროს. რამდენად გამოუვა მას ეს ყველაფერი, ნახოთ აბა. რამდენად გამოუვა. ძალიან ეშინია მას. ეშინია რომ იმედი არ გაუცრუდეს თავის ქმედებებს. ასე რომ ძალიან ნერვიულობს. თვითონ ეცდება კი. თვითონ ძალიან ეცდება მეგობრებო. ძალიან ბევრი ადამიანის ხელი ურევია მის ცხოვრებაში და ზოგადად თქვენს ურთიერთობაში. ნახეთ, სულ აქ ხელები. ხელები მეგობრებო. დამიწერეთ მერე კომენტარებში ვინ რას ხედავთ. აი ამ დროს ეხლა რასაც მე ვაკეთებ, ვინ რა დაინახეთ მეგობრებო, აუცილებლად დამიწერეთ. კიდევ აქ რას ვხედავ მე? ბუს თვალები. ძალიან ბევრი ადამიანია, განსაკუთრებით ერთი, რომელიც აი თვალდაყლებელი გიყურებთ მეგობრებო და გაოცებულია თქვენი ცხოვრებით, თქვენი ქმედებებით, თქვენი აზროვნებით. აი არ ვიცი რაც გინდათ ის დაარქვით და ეს ადამიანი ძალიან შოკირებულია თუ როგორ ახერხებს ზოგადად ამ ყველაფერს. აი რასაკეთებთ არ ვიცი, მაგრამ ძალიან გაოცებულია, თვალდაყლებული გიყურებთ მეგობრებო, ამ ადამიანს აინტერესებს ყველაფერი თქვენი. თქვენ ცხოვრებაში არ ვიცი ვინაა ხუჭუჭთმიანი ადამიანი ვინაა თქვენ ცხოვრებაში არ ვიცი, პროფილში ვხედავ ხუჭუჭთმიან ადამიანს, ქალს, უმეტეს შემთხვევაში ქალს. ეს ადამიანი კიდე რაღაცნაირად გიყურებთ მეგობრებო, აინტერესებს ყველაფერი თქვენი. ცხვირს ყოფს თქვენ ცხოვრებაში. სად ხართ, ვისთან ხართ, რას აკეთებთ, რა ასჭამთ, რა გაცვიათ, რას მოქმედებთ, ყველაფერი აინტერესებს. ძალიან ლუბაბიტნაია. ხო, ну რა ვქნათ, კრუნჩხვები აქვს ადამიანებს თქვენი ცხოვრებით. ადამიანი ბევრი წუხდება მეგობრებო. თქვენი ცხოვრებით ბევრი ადამიანი არის შეწუხებული. ну რა გააკეთონ ახლა, სხვანაირად არ შეუძლიათ. კიდევ რას გვეტყვის, კიდევ რას გვეტყვის, ძალიან მაინტერესებს, მინდა რომ ეს სანთელი ჩავლიო მეგობრებო. თქვენი მომავალი მაინტერესებს. აი დღის შემდეგ თქვენი მომავალი მაინტერესებს. თქვენი მომავალი მაინტერესებს მეგობრებო. ხედავ ადამიანს, ხელგამოწვდილი მოდის.
ხედავ მეგობრებო, ხედავ ადამიანს, რომელიც მოდის. თქვენთან მოდის, ძალიან მძიმედ მოდის, მაგრამ მოდის. კი. მაპატიეთ. კი, თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ძალა, სპილოს ხორთუმი. არის ძალიან კარგი, ასე რომ კი, სიძლიერე თქვენზეა. თქვენ ხედავთ ძალიან ძლიერს. თქვენ ხართ ძალიან ძლიერები. მეგობრებო, არაფრის არ შეგეშინდეთ. როგორი იქნება ხვალინდელი დღიდან თქვენი ცხოვრება? ხვალიდან თქვენი ცხოვრება როგორი იქნება? მე ვხედავ, რომ თქვენ გაქვთ შეხვედრა. თქვენ გელოდებათ ადამიანთან შეხვედრა. მეგობრებო, და გექნებათ თავი თავზე მიდებული, სად წამოვიღეს, ამას ხო არ ვაკვირდები ახლა მე. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მე ვხედავ თქვენს შეხვედრას, თითქოს დაჯდებით და ისაუბრებთ. შეხვედრა გელოდებათ ადამიანთან, რომელთანაც გელოდებათ ძალიან დიდი ხნის საუბარი. ან დიდი ხანია ფიქრობთ ამაზე, ან დიდი ხანია ელოდებით ამ საუბარს. კი, მე ვხედავ ამ ყველაფერს. მართალია ეს დიდი ხანია გრძელდება ამაზე ფიქრი და ამაზე ოცნება და ამ ყველაფრის ასრულება დიდი ხანი გრძელდება, მაგრამ 100 თუ ისეა ბოლო-ბოლო მაინც გამოვა. ასე რომ კი, თქვენი შეხვედრა შედგება. ყოველ მიზეზ გარეშე შედგება, მეგობრებო. რა უნდა გაითვალისწინოთ? ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ ისაა, რომ გრძნობებს ძალიან არ აყვეთ, ემოციას არ აყვეთ, ისწავლეთ ემოციის მართვა, მეგობრებო, და კი, აკონტროლეთ საკუთარი თავი. ცხელ გულზე არაფერი არ გადაწყვიტოთ. არასოდეს არაფერი ცხელ გულზე არ გადაწყვიტოთ, მეგობრებო. აი ვხედავ კიდევ კაბაში, გრძელ კაბაში, თითქოს და მიდიხართ შეხვედრაზე, მეგობრებო. აი აქვე ვხედავ გრძელ კაბაში. ძალიან ლამაზად გამოწყობილს გხედავთ, მეგობრებო. გრძელი თმებით, გაშლილი თმებით. კი, მეგობრებო, კი. თქვენ ამ შეხვედრას, თქვენი შეხვედრა შედგება. თითქოს სადღაც მიდიხართ, პაემანზე მიდიხართ, თუ შეხვედრაზე მიდიხართ, მეგობრებო. მე ვხედავ თქვენს წასვლას. თქვენ ამ ყველაფერს არავის არ ეტყვით და არც უნდა უთხრათ. თითქოს ნიღბით მიდიხართ, მაგრამ მიდიხართ კი, არავის არ ეუბნებით, ისე მიდიხართ, მეგობრებო. ეს იქნება დამალული და ხურული, ჩუმად გადაწყვეტილი შეხვედრა, სადაც არ ეწოდინება არავის. მხოლოდ თქვენ და თქვენს პარტნიორს, ძალიანაც კარგი. მოკლედ, მეგობრებო, სულ ცოტა და ჩაილია, ხელზე არ გამეკიდოს, მეშინია. მოდით ახლა ესე ჩავაქრობ და ვნახოთ, ოი, რა ამოვიდა ქვემოდან. ეს აქ დავდოთ. ვადროვებ გაცივებას, ჩემო ძვირფასებო. ვადროვებ გაცივებას და მე მგონი უკვე გაცივდა კიდეც და მაინტერესებს ქვემოდან რა ხდება. ой, მეგობრებო, და აქ რა ხდება? მეგობრებო, აი აქ ხდება, რაც ხდება.
აი აქ რა ხდება. აგერ ხედავთ ალბათ ხო? კობრა გველს, თავაწეული. აგერ მეგობრებო, იმედია ხედავთ გველს, თავაწეული. კი, ალბათ ხედავთ. ხედავთ, აგერ მეგობრებო, ხო. ეს არის პატარ-პატარა ამბები, ჭორები და ენები. კიდევ რას ვხედავ? ეს არის თქვენი სამყარო, ესეთი, სადაც გააქვთ თქვენი ეს ადამიანების ანუ აქ არის მთელი თქვენი ცხოვრება აღწერილი, ჩემო ძვირფასებო. ხო. კიდევ აქ რა ხდება? აქ ხდება ის, რომ ეს არის თქვენი ერთ-ერთის აგერ პარტნიორი, აი ეს, რომელიც არის ტაკი მასხარა, რო იტყვიან. ტაკი მასხარა, მეგობრებო, და ეს ადამიანი ყოველთვის ესე რაღაცას ბავშვით მაიმუნობს. აქ ვხედავ ორ ადამიანს. ეს ხართ თქვენ თეთრ, ფითქინა, კამკამა, წმინდა, სადედოფლო კაბაში დიდი ფატით. არ ვიცი რამდენი ხედავთ. და გვერდით კიდევ თქვენი ესე პარტნიორი, ანუ წყლში ხართ, მეგობრებო. წყლში ხართ. სადედოფლო კაბით, თეთრი კაბით, ფატა გახურიათ. მე ვხედავ თქვენს ესეთ ხო, ესეთ მდგომარეობას და სიტუაციას, კი, ქორწილის სიტუაციას ვხედავ აქ. კიდევ აქ რას ვხედავ? მანქანას ვხედავ, გზას ვხედავ, არ ვიცი გზიდან ვინმე მოდის, არ ვიცი ვინმე მიდიხართ გზაზე. მანქანით, ტრანსპორტით, ფრთხილად იყავით და ზოგადად გზა იქნება თუ ტრანსპორტი იქნება, სიფრთხილეს თავი არ ტკივა, მეგობრებო, მაინც გაფრთხილებათ მიიღეთ. აქ ვხედავ პატარა კატას. აი ეს კატა, მეგობრებო, ადამიანი, რომელიც თითქოს რაღაცას ეშმაკობს. და აგერ კიდევ დიდ მელიას ვხედავ, ასე რომ ხო, თითქოს და ადამიანს უნდა რაღაცა წაგემაიმუნოთ, მაგრამ არ ამგონია რომ რაიმე დაგიშაოთ. მაინც არ შეგეშინდეთ ამისი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ასეა თუ ისეა, აქ რაც არის ცუდი, ყველაფერი რჩება ამაზე, ასე რომ ამაზე არ ინერვიულოთ. ამ ყველაფერს გავატან მე მაინც რო იტყვიან წყალს. ერთადერთი კიდევ აქ არის ის, რომ პატარ-პატარა ენები არის, მაგრამ ეს თქვენ არაფერს არ დაგიშავებთ, ასე რომ არ შეგეშინდეთ. ამ ენების არ შეგეშინდეთ, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ეს არაფერს არ დაგაკლეთ თქვენ. ხო, რაც შეეხება სხვა დანარჩენს. თუ კი ვინმე რაიმეს დაინახავთ, ჩემო მეგობრებო, აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარებში, ვინ რა დაინახეთ. ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იქნება, გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი შეხედულებები. ვინ რას ხედავთ აქ? ხო, ვიცი რომ ჭედავს, მაგრამ არა უშავს. არა უშავს, მეგობრებო. მოკლედ, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი.
ვიზე რა შთაბეჭდილება დატოვა აუცილებლად გამიზიარეთ ჩემო ძვირფასებო. ნებისმიერ თქვენს შთაბეჭდილებას მივიღებ და ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება მართლაც თქვენი აზრები და შეხედულებები გაუზიარეთ ერთმანეთს მეგობრებო და პატივი ვცეთ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს. ასე რომ მე აქ სხვას ამ გადასახედიდან ვერაფერს ვერ ვხედავ, ძალიან გაშრა და გელოდებით კომენტარებში ჩემო ძვირფასებო ვისთან როგორ რეზონირდა და ვისთან რა იყო აუცილებლად გამიზიარეთ. აქ ვხედავ ძალიან გრძელ ცხვირა ადამიანს, რომელიც ცხვირს ყოფს თქვენს ცხოვრებაში აგერ და რომელიც იკბინება ყოველთვის თითქოს ყოყოსავით. ადამიანი, რომელიც თითქოს რაღაცა თავისი სიტყვით იკბინება მეგობრებო, ხო, ამიტომ პატარ-პატარა თაგვებიც არსებობენ. გაუფრთხილდით ფინანსებს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გაუფრთხილდით თქვენს ენერგიას და მე კიდევ გელოდებით კომენტარებში ჩემო ძვირფასებო უღრმესი მადლობა ყველას. ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე, ხშირად გავიმეორებ სანთელს და ესეთ სიტუაციას ხშირად გავიმეორებ, ზოგჯერ მარტო სანთლითაც მოვალ თქვენთან. ასე რომ მშვიდობიანი ღამე ყველას და ბედნიერი დილის გათენება. მე კიდევ გელოდებით აბა კომენტარებში უღრმესი მადლობა ყველას. გაიხარეთ.